უნდა დაგასპოილეროთ. ხვალ, ჩემი ამ სეზონის ბოლო გადაცემა, ასე ვიტყვი ახლა, თუმცა მე განვმარტავ რომ თლადასი არ არის. მოკლედ ამ სეზონის ბოლო გადაცემა, ახლა ასე უნდა ვთქვა, კონტექსტი ფორმულას ეთერში საღამოს 11-ის ნახევარზე დაიწყება და ახლოებით ნახევარ საათიანი ედიტორიალი იქნება და ამ ედიტორიალშივე იქნება ჩართული სტუმარი და სტუმარი კი იქნება პირველი სტუმარი, მოდი ასე ვიტყვი, ჩართვით მეყოლება, მხატვარი, ხელოვანი კაცი, მასშტაბური კაცი გია ბუღაძე. და გია ბუღაძესთან მე ვისაუბრებ არა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, რასაკვირველია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზეც, მაგრამ არა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ეპოქის სუნთქვაზე. მოდი თუ სწორე ვიქნები გაგებული ეპოქის სუნთქვაზე, ეპოქის სულისკვეთებაზე და გაგიკვირდებათ და მართლა გაგიკვირდებათ. ოღონდ პირველ ნაწილში, აი პირველ 15 წუთში 20 წუთში გადაცემის დაწყებიდან, ანუ 11-ის ნახევრიდან 11:10 უკლია დაახლოებით ამ 11-მდე ოკეი მაქსიმუმ, ჩემს მონოლოგში და გია ბუღაძესთან დიალოგში მე ვისაუბრებ მათ შორის მალევიჩის, აი ნახეთ რას ვამბობ, მალევიჩის შავ კვადრატზე, აი იმ შავ კვადრატზე, რომელზეც ბევრი თქვენგანი ამბობს, რა უნდა კაცო, მეც დამხატავდიო. შავ კვადრატს, ახლა ეს ფლატ შავი კვადრატი არ არის, მაგრამ აი ავხსნი, ხო? შავ კვადრატს მეც ეს უფრო შავია. შავ კვადრატს მეც დავხატავდიო. ბევრ თქვენგანს უთქვავს, მეც მithქვამს მეთქი, ასე გეტყვით და მართალი ხართ განა არა. შავ კვადრატს თითოეული ჩვენგანი დახატავდა, მაგრამ დახატავდა დღეს, ან დახატავდა მალევიჩამდე, დახატავდა 60-იან წლებში, 50-იანებში, 80-იანებში, 70-იანებში, თუნდაც 40-იანებში, მაგრამ ან პირიქით 1858 ან 1899 წელს, ხო? მაგრამ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ჩვენგანი, ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთი ჩვენგანი შავ კვადრატს როგორც ეპოქის სუნთქვას, ეპოქალურ ნამუშევარს ვერ შექმნიდა 1915 წელს, ნახეთ რა პერიოდია, 1915 წელი, ეს არის პირველი მსოფლიო ომი, ეს არის მოახლოებული რუსეთში მოახლოებული რევოლუციები, ეს არის ქაოსი, ეს არის დიდი ორომტრიალი მსოფლიოს მასშტაბით და ზუსტად ამ დროს და სწორედ ამ დროს ქმნის მალევიჩი შავ კვადრატს, ამიტომ კი თითქოს იოლი დასახატია, რა უნდა ჩამოუსვი ფუნჯი და გაუსვი ფუნჯი, ვუტრირებ ცხადია, ხო? ჩამოუსვი ფუნჯი, ეს ნახატი გადაღები, ხო? შავი იქნება ეს ნახატი თავიდან ბოლომდე, მაგრამ ეს ნახატი იქცა სიმბოლოდ ერთგვარ და ასევე სამარკო ნიშნად სწორედ მალევიჩისა, მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე შემდგომ პერიოდში არაერთი და ასევე ეპოქალური, მაგრამ ამაზე ნაკლებ ეპოქალური ნახატები შექმნა და სწორედ გია ბუღაძესთან მალევიჩის შავ კვადრატზე როგორც რაღაც ეპოქის დასასრულის სიმბოლოზე და რაღაც ეპოქის დასაწყისის სიმბოლურზე ამავდროულად მე ვისაუბრებ და მიუკავშირებ ამ ამბავს დღევანდელობას თუ მსოფლიო პროცესებს, მეთქი ასე ვიტყვი და ვეცდები კია, მაგრამ საქართველოში მიმდინარე ამბებს და მოვლენებს კი ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენთან რაღაც ეპოქა იხურება, ბევრი იტყვის, რომ ეს ეპოქა რახანია დახურულია, რაც ბიზინა ივანიშვილი მოვიდაო და ასეც არის განა არა, მაგრამ ილუზიები, მჟუტავი იმედი იმის თაობაზე, რომ ბიზინა გამოსწორდება, ბიზინა ახლა იმას მოხსნის, პოლიტიკას გამოვასწორებს, პოლიტიკას შეცვლის, სხვაგვარი იქნება, აზრზე მოვა, ჭკუას მოიხმობს და ასე შემდეგ, ეს მჟუტავი იოტისოდენა ილუზიები მაინც შერჩენილი ჰქონდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაინც ახლაც შესაძლოა შერჩეს, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ რაღაც ეპოქალური თვალსაზრისით, სულისკვეთების თვალსაზრისით, ხო, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ წვდიადი დადგა, შავი კვადრატი დადგა, შავი კვადრატი ფლად წვდიადი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ასე ვიტყვი, დასრულდა ერთი ეპოქა, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი გალაქტიონი ამბობს ილიას მკვლელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ეპოქა არა დიდი, არამედ ბიზინას ეპოქა დასრულდა, რატო? იმიტომ რომ ბიზინამ სკვერები რო უნდა ააშენოს კალაძემ. კაი, სკვერებზე თავი დავანებო, სკვერებში ცუდი არც არაფერი არ არის საბოლოო ჯამში, ხო? კალაძეები, დინარაძეები, კობახიძეები, წულუკიანები, სუბარები და საკუთარი თავი და საკუთარი ფინანსები და საკუთარი წარმოდგენა სამყაროზე და საკუთარი მსოფლხედვა და საკუთარი თვალსაწიერი, ყველაფერი
წინა პლანზე დააყენა და უკანა პლანზე გადაისროლა თავისუფლება ერთის მხრივ, რასაკვირველია, ამაზე ვლაპარაკობთ სულ დღენიადაკ, ასევე უკანა პლანზე გადაისროლა კი არა გადათელა ადამიანი და მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ ახლა 12 შესრულდა 12 უკლია 3 წუთი დღეს დადგება თუ არა განაჩენი მზია ამაღლობელისა სიმართლე გითხრათ არ ვიცი იმიტომ რომ შესაძლოა მოსამართლემ ვერ მოახერხოს და სათათბიროდ გავიდეს და უკვე რამდენიმე დღეში გვამცნოს საკუთარი ანუ მურუსიძის ანუ ივანიშვილის ანუ რუსეთის ვერდიქტი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მაგრამ მზია ამაღლობელი იქნება ბჭყალებში რასაკვირველია უცბად ამათეული გაგებით გამტყუნებული მას უკაცრავად მზიასთან მიარჭობენ 4-დან 7 წლამდე მაგალითად მინიმალურ 4 წელს ეს იმ შემთხვევაში თუ მუხლი არ გადაუკვალიფიცირეს და 1 წლამდე არ ჩამოვიდა მაგრამ თუნდაც 1 წელს მოდი ასე ვიტყვი ისე 4-დან 7 წლამდე აქ ამ მუხლით მაგრამ შეიძლება გადაკვალიფიცირდეს და 1 წლიანი ისე ბოდიში და მიარჭონ მიუსაჯონ მზიას და ადამიანი კი არა ეს ერთი ამბავია იმიტომ რომ ყველა გადათელა ბიძინა ივანიშვილმა მაგრამ მან გადათელა ასევე ადამიანის ღირსება თავოყარეობა ასე შემდეგ და სული მაგრამ მან კიდევ გადათელა ბიძინა ივანიშვილმა ქალი და ეს ამ პატრიარქალურ საზოგადოებაში რომელსაც თავის მხრივ ეშხო ჩვენ ხო პატრიარქალური საზოგადოება ვართ ხო ერთგვარად ან მრავალგვარად ხო ბევრგვარად ხო მაგრამ ამავდროულად აქვს კულტი ქალისა კულტი ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც და ოთარანთქურივი ხომ ასე მაგალითად და არა მხოლოდ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ხა ლიტერატურულ ნაწარმოებებში წარმოიდგინეთ როდიდანა გაქვს ეს კულტი იყო მერვე საწელსა სპარსაზე და კარად სამეფო წარემართა ვარსკენ პიტი იყო მერვე საწელსა სპარსაზე და კარად სამეფო წარემართა ვარსკენ პიტიახში ღმერთო დამიფარე რა ღმერთო კოვიდმა მიხსნას ბოდიში არ დამძრახოთ იყო ვესაწელსა კარად სამეფო წარემართა ვარსკენ პიტიახში ზეი არ შუშაისი ხო რა გავაკეთო და იქ უკვე ვარსკენის მეუღლე შუშანიკი რომელიც ეწამა და ასე შემდეგ ამის შემდეგ როგორ დაიფნება ხოლმე კაცი კამერის წინ ზე ვარსკენი წარემართა და მე უკვე ჯოჯიკი და მე ერთად ეჭაბო დედათა მამათა პურიო და ჩვენ გვაქვს რაღაც ემპათია შუშანიკის მიმართ სწორი წარი რასაკვირველია ეს ხა გეოგრაფიული წერილობიდან უკვე შემდგომ პერიოდში ხა ავთანდილის თინათინი და ტარიელის დესტანი აღარ ლაპარაკობ მათზე უკვე შემდგომ პერიოდში ვინ არა და შაბოვიდი თუ გებათ მე 20 საუკუნემდე და გალაქტიონთან თუ უკანასკნელი მატარებელი და როცა მისტირის მეუღლეს 37 წელს და თუ მანამდე დაწერილი მერი შენ ჯვარსი წერდი იმ ღამეს მერი და ასე შემდეგ ჩვენ გვაქვს ქალის კულტი აღარ ლაპარაკობ მე-19 საუკუნეზე ხო აღარ ლაპარაკობ სიყვარულებზე ხო სიყვარულზე და სიყვარულებზე ცალკეული პერსონაჟებისა და მეორე მხრივ რეალურად წერლებისა და ნამდვილი ადამიანებისა ქალის მიმართ ქალის ესოდენ მაღალ საფეხურზე აყვანა და ქართულში დამკვიდრებული სიტყვები დედაბოძი დედაენა და ასე შემდეგ და მიწა და ასე შემდეგ ხო და ეს დედა ეს ქალი მოდი უფრო სწორად გადათელა ბიძინა ივანიშვილმა აი ტრადიციებს რომ იცავს და deep state-ი ჩვენ გვებძვისო რომ ამბობს ეს ბიძინა ივანიშვილი მან მის დგებუაზე სათქმევინა უშუალოდ კი არ დაურეკა მაგრამ გარემოება შექმნა ასეთი რომ გებუაზეს უნდა ეთქვა რომ მას ლოყა დღემდე აწითლებული აქვს და დღემდე ტკივა რა არ უმტკიცეს პროფესიონალებმა რომ შეუძლებელია ფიზიოლოგიურად შეუძლებელია რომ შენ დღემდე გტკიოდეს შენ თუ მაინც და მაინც იმ მომენტში გეტკინაო ერთ კალბატონი ამბობდა ხო ტკივილი რა არის როგორც კი მიარტყავ რაღაცას ხელს მოდი შევხვდი ხო ყისვე უნდა წაივლო ხელი და წაივლო ხელი იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში გაქვს ტკივილი ხო წაივლო ხელი და ესეთი ტკივილი კი ესეთი რეფლექსი კი არ ქონია დგებუაზე ანტიგმირს და არსით ქოცანურუს ესეც უნდა ვთქვა ხო და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი წაშალა და მე
გია ბუღაძესთან აკი გითხარით, მათ შორის ამაზეც მექნება საუბარი, ეს არის შავი კვადრატი, დასრულება რაღაც ეპოქისა, თუ ვინმეს რამე მჟუტავი იმედი შეგრჩებათ ამის შემდეგ, რომ ბიზნესი იქნება დამნდობი, სხვათა მიმართ, უკვე შემდგომ პერიოდში სულ რომ იყოს დამნდობი, სტალინის იყო ერთი ხანობა, დამნდობი, ხო? ერთი ხანობა მხოლოდ და მხოლოდ, არა კი არ ვადარებ, სტალინი აბსოლუტური ბოროტება იყო, რასაკვირველია, მაგრამ ესეც უფრო დინამიკის თვალსაჩინო, ხა გავალ კადრიდან მიდის სტალინისკენ და არ მოდის, არ ბრუნდება, და შანსი არ აქვს, რომ დაბრუნდეს ილია ჭავჭავაძისაკენ, ეგ რა მაგის პასუხია და სტალინს ეზიზღებოდა ამ სოფლიო მყრობელს, ეზიზღებოდა ვინ? მას არ ეზიზღებოდა არც ჩერჩილი, არც რუზველტი, წარმოიდგინეთ, არც გიტლერი. მას სტალინს ეზიზღებოდა სწორედაც რომ ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ეს ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამა იყო მეტი ამ ქვეყანაში, ვიდრე დიდ მყრობელი, სოფლიო მყრობელი, გენერალი სიმუსი, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ამას ეხლა მე ვერ ავუხსდი აპატიოს ბიზინა ივანიშვილმა, საპატიო მე ვარ. ანდი მისი წყალობა რა ჯანდაბად მინდა, მას მე ივანიშვილს და გამობიზინებულებს ვერ ავუხსდი, მე ვერ ავუხსდი, აი რაღაცა მალევიჩი ვახსენე, რატომ ხატავს მალევიჩი წითელ სახლს უკვე შემდგომ პერიოდში, ანუ 1915 წელს დახატა მან შავი კვადრატი და წითელი სახლი მან დახატა 1920-იან წლებში 22-ში, 23-ში შესაძლოა შეიძლება ვწდები და ასე შემდეგ, როგორი სახლია იცით? სახლია ნახოთ, ბოდიში გაჩვენებთ, ბოდიში, აქ რას გაჩვენებთ, კაცო, აქ გაჩვენებთ. ხო? მალევიჩ, Red House, ესე იგი, უყურეთ. Red House, მალევიჩ. უყურეთ. აი ეს არის. ჩანს, ბოდიში. ხედავთ? რომელ წელს არის ბარემ ნახოთ, ხო? მე ვთქვი რომ 32-ში ან 33-ში მეთქი, მაგრამ ბოდის ვიხდი ბარემ ნახოთ. 32 წელს არის დახატული, შექმნილი, დახატული არც უცით სხვა. ხო, შექმნილი ეს ნახატი. არც ერთი ფანჯარა არ აქვს. არც ერთი კარი არ აქვს. მიაქციეთ ყურადღება. ეს არის დაკეტილი ციხის სიმბოლო, წითელია თან, საბჭოთა კავშირის ციხეა და არც ერთი გასასვლელი და გამოსასვლელი, არც ერთი ჭუჭრუტანა არ აქვს. ახლა რა ახსნა? მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა როგორც ვდიდა რომ ახლა სოტბიზე რომ გამოიტანონ მალევიჩის ნახატი, ხო, შავი კვადრატი ან წითელი სახლი ან ნებისმიერი სხვა, $100 მილიონ გადაიხდის, ოღონდაც კი წაიღოს ვირჯინის კუნძულებზე, მე ვირჯინის კუნძულებიდან იჩალიჩოს აქ, შემოიტანოს როგორ ხას, მე დღეგე მოიხსნას თუ რაღაცა მოიხსნას, არ ვიცი, მე რაღაცა შეიტანოს საკუთარ სარდაფებში, იმაში რაღაც აბასთუმანში თუ აქ ქედზე, მე ეს რაღაც კლიმატ კონტროლის შექმნას და რაღაც სამთვეში ერთხელ ჩავიდეს ხოლმე და შეხედოს ოღონდ ვერაფერი ვერ გაიგოს. აი ეს არის ბიზინა ივანიშვილის მთელი ამბავი და ზარქუამ და მინარაძე მოკრანტაში რომ თქვენ გაქვთ შავი კვადრატი და რა არის ეს შავი კვადრატი? საბოლოო ჯამში იცის? ზაზა შათირიშვილი თუნდაც რომელმაც იცის. უხსნის კი არა არის შავი კვადრატი? ეს თუ უხსნის, ესმის კი ბიზინა ივანიშვილს რა არის შავი კვადრატი, რომ ეს არის ეპოქის დასასრული, აქ იგითხარით. და ეპოქა ჩვენთან აქ იგითხარით კიდევ ერთხელ სრულდება და მე პატივცემ რასაკვირველია უკლებლი ყველა პოლიტიკოს პოლიტიკოს პატიმარს, აგრეთვე სინდისის პატიმრებს. მიხეილ სააკაშვილსაც ვახსენებთ, არ გეგონოთ, იმიტომ რომ მან ვიღაცები საყვედურობენ ხოლმე რომ მიხეილ სააკაშვილს ატუა, როგორ არ ვახსენებ ხალხო. მიხეილ სააკაშვილმა 1758 შეცდომის მიუხედავად განსაკუთრებით 7-დან 12 წლამდე განსაკუთრებით, ხო, ამის მიუხედავად საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი ვარდების რევოლუცია იყო უბრწყინვალესი აქტი, უბრწყინვალესი აქტი. ამას ვიტყვი ხაზგას მაშინაც კი როცა მე მიხეილ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, მე სულ ცდილობდი მე თქვა რომ ვარდების რევოლუციას არ უნდა შევეხოთ, ვარდების რევოლუცია არის უბრწყინვალესი აქტი. და მიხეილ სააკაშვილსაც ვახსენებ ამ კონტექსტში, მიხეილ სააკაშვილის განადგურებას ცდილობს არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ რასაკვირველია პუტინი პირველ ყოვლისა მეთქი ასე გეტყვით, იმიტომ რომ პუტინს ააწნა ხელი მიხეილ სააკაშვილმა სულ 1787 კი არა 1968 შეცდომა კი არა დანაშაული ჩაედინა მას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, მის რეჟიმს, მის ხელისუფლებას, ასე ვიტყვი. მაგრამ მიხეილ სააკაშვილსაც დასაკარგი არა აქვს,
ხო ეს ხო ფაქტია მოკლედ მე პატივს ვცემ ყველას მიშასაც პოლიტიკოს პატიმრებსაც სინდისის პატიმარ ბიჭებს რომლებიც ისეთ რამეს ქმნიან ჩვენს ეპოქაში რომ გადაირევა კაცი ისეთი წერილები აკინძეთ რა ითინა მამულაშვილს მინდა ან სხვას მიუმართო ვთხოვო ჩემ მეგობრებს რასაკვირველია მათ ამოყრა თუ ამოყრილი არა გაქვთ იქნება ალბათ გარკვეულწილად რთული, მაგრამ მეორე მხრივ რატო რთული, კაცო, ვიღაცებს ალბათ ამოყრილი აქვთ და კარგი რისერჩის თუ კვლევაძიების შედეგად მოუყრით თავს ყველა პოლიტიკური პატიმრ, ყველა სინდისის ყველა პატიმრის წერილს და ერთ ორ თუ სამ ტომეულად აუცილებლად რომ გამოსცემ მე უკვე რატომ მინდა იცით მე პერსონალურად მე ხო ესე ვერ დავიწყე ფაიწლები რომ გავა და ჩემი 4 წლის შვილი ლილე რომ კითხავს მამა სად იყავი როცა იმ დღეებში რომელსაც ზეგლი უნდა ავუგოთ და აუგებენ რასაკვირველია ზეგლს და მომავალი თაობის წარმომადგენლები მომავალი თაობა ამ დღეებს ზეგლი უნდა ავუგოთ იტყვიან და აუგებენ კიდე ზეგლს მამა ხო სად იყავი და მამა მეს ვიყავი მიტინგზე მევწერდი რაღაცას აი ჩემი ვიდეო და ასე შემდეგ მამა რამე ხო არ დარჩა დოკუმენტი როცა მკითხავს ლილე წლების შემდეგ 15 წლის შემდეგ მაგალითად ხო მე უნდა უთხრა რომ აი თინამ ასე მაგალითად თინამ ხო გამოსცა ეს კრებული ორტომეული სამტომეული და აი მამა ნახე რას წერს ონისე ცხადაძე ნახე რას წერს ცეცხლაძე ნახე რას წერს რა ვიცი არა პოლიტიკოსი პატიმრებიც მათ შორის ნახე რას წერს გივით არგამაძე აღმოვაჩინეთ ჩვენ ყველამ რომ რამდენადაც შეუპოვარი კაცი იყო მთელი თავის ცხოვრების გაბრაზდები ამ გივით არგამაძეზე როგორ არა სულ სამოხდი გვითხრა ჩვენ სულ სხვა კონტექსტში იყო ახლა რო ვიაზრებთ ახლა კი არა მე კარგახანია გააზრებული მაქვს მაგრამ იგულისხმებოდა რომ რუსებს აღმოხდ ქართულ გვარიან რუსებს ამოხდი და თუ ამოხდის სულს მაგრამ იმ მომენტში ძალიან ძაფრი იყო ვერ წავიკითხეთ ვიჩხუბეთ გივი რატო გვეუბნებთ ასე შემდეგ ხო მაგრამ გივიზე ხა ამ კუთხით კი ვლაპარაკობ გივიზე ვლაპარაკობ როგორც შეუპოვარ კაცზე ერთის მხრივ მაგრამ მეორეს მხრივ ვლაპარაკობ კაცზე რომელმაც ხანს გასმით მინდა ვთქვა ისეთი 4 თუ 5 თუ 6 წერილი გამოაქვეყნა რომ აი ამ გივით არგამაძე ცალკე თავი რომ იქნება ასე მაგალითად თინა მამულაშვილის გამოცემულ კრებულში წაიკითხავ და მე შულს ვეთქვი რომ აი ეს კაცი ასაბრაზებელი ბევრ რამეში საკრიტიკო გიჩხუბია არ გიჩხუბ და ასე შემდეგ ეს კაცი ნახე თურმე რა მაგრა წერდა და როგორ წერდა და რას წერდა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეხლა ბიზინა ამას ვერ გაიგებს მე რა თქვა იმაკ ხო მოყოლილი ბაქ ეს იმ ეპიზოდში როდესაც ბიზინასთან დაკავშირებით იმ ვიდეოში რომელშიც მე ვლაპარაკობ ბიზინაზე მე არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა იქ ჩავრთე თუ არა მე ამჭორა რა თქმა უნდა მე მოხვედრილი ვარ ბიზინას იმაში ბიბლიოთეკაში აქა სოლაკის ქეჩი მოდი შევხდი ერთი წამი დამელოდეთ აი ამ შოება აქ რას ავიღებ ხო აი მაგალითად ავიღებ აი მე გამოზვერი შენ ერთი წუთი წამჭიდროთ არის ეს წიგნები და ეხლა ნახეთ რა საშინელება გაჩვენოთ გამოზვერი აი გამოვაძვრინე აი მე ნახეთ ამა ჩემი კითხულობდა ჯერ კიდე ხო და ნახეთ რა მდგომარეობაშია ეს არის კაპკა და ესე იწყლუსულად ვაღიარებ ხო და აი მამაჩებს აი ნახეთ იო ხაზია გასმული ეს არც მიმიქცევი აქამდე ყურადღება жизнь это прибежище зла и несчастный становилась для него и нищей реальностью да ასე შემდეგ მე вдобавок я люблю даже не тебя а моё через тебя мне подаренное да ასე შემდეგ ხო აქ არის კაპკა რა და კაპკას ნაწარმოებები მოდი ძერ ერთხელ გადავათვალიეროთ ხო პროცესია და პატარა ნოველები ხო ნუ პრინციპში მოსალოდნელი იყო გვაქვს ეს ხაი რა ხედო არა კაპკა კი რა ისეთი არეულობაა გაგიჟდები მაგრამ აი ამ ბიბიზინა ივანიშვილის ბიბლიოთეკაში ვიყავი მე ბიბლიოთეკაში ვიყავი და ესეთი თაროებია და გავბერე და გამოვიღე არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა აი წინაი როდის აი რა ვიცი რომ ჩავწერე ვიდეო ბლოგში გამოვიღე ერთი წიგნი და ერთი წიგნი რუსულად არის ახ დააწერია იცით жизнь после смерти შევდე
გამოვიღე მეორე წიგნი. აწერია. ამას უკვე ვუტრირებ, მაგრამ დაახლოებით ეს შინაარსია რა. Polnaluniye i Krik Volchi, ანუ პირველს ნამდვილად жизнь-после смерти ერქვა, მაგრამ მეორე შესაძლოა ეს არ ერქვა, მაგრამ რაღაც ეს შინაარსი იყო, ხო? Polnaluniye i Krik, რაღაც Volchi Krik. აი მე ვთქვი რაღაცა. მესამე გამოვიღე და იქ ეწერა რომ შინაარსს გეუბნებით აქაც Osho и современность თუ რაღაც გავს. მოკლედ რაღაც თავის სიგიჟეებში ამი. რატო დავიწყე ხლა ყველაფერს ლაპარაკი? აღარ მახსოვს. აი მაგაში ესაკ. ხო და ბიზინა ივანიშვილი ამ პროცესში დამარცხდება მეთქი. ხლა ხო და ოღონდ ბიზინა ივანიშვილს უნდა ეს რო უთხრა, ასაკვირველია უნდა წითელი სახლი ალევიჩი სა. ეხლა მე კიდევ ერთ ადამიანს ვახსენებ ამ პროცესში, ამ ამბავში და მე დაგემშვიდობებით. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენ გვყავს სწორი მოქალაქეები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები მათ შორის. ძალიან მიხარია. მე არაერთხელ შემიქია ჩემივე კოლეგები, ახალგაზრდები, რომლებიც ფორმულაში მუშაობენ და აი სიუჟეტი შემიქია, მithქვამს რომ ყოჩახს სალომენ ლაბაძეს გულისხმობ ან ხო, ნანო ჩაკვეტაძეზე მიხსენები ბევრი და ბევრი, ხო, მიხსენები ბევრი არ ვიცი, ამდენად ბევრი, მაგრამ ამდენიმე მიხსენები. და მithქვამს რომ ყოჩახთი, ან მიხსენებია თუ არ ვწდები, ან მიხსენებია ერთხელ, მაინც ეს არის ბოკუ. სადახარ. ხალხი ბოკუ ჩავ. როზას დიდი შვილი ყავს, ეგრე არ არის? და ნახეთ რას ამბობს ბოკუ და სულაც არ აიყო ის ვალდებული, რომ ესე თქვა, სალობე წერს. გული მწყდება რომ ძალისხმევა არ მეყო. და ბათუმში მზიას პროცესზე ვერც ხელთხელ ჩავედი. ყოჩახ სალომე, ეგრა მაგის პასუხია, ვერც ერთხელ ვერ ჩავედი კი არა, ვერც ერთხელ ჩავედი. სწორია, ორმაგი უარყოფა არ იყო საჭირო. და სწორია. ყოველ ჯერზე როცა გელას ლიკას ზურას ხმა მესმოდა, ანუ მზიას მეგობრებისა და მხარდამჭერების, ხო? მისი სასამართლოს ხომებიდან ჯეროდა რომ ეს ადამიანები ბოლომდე იბრძოლებდნენ მზიასავით. დიახ, მზია საპატიმროში მყოფი ჩვენი ეპოქის მასშტაბური ადამიანია. საპატიმროს გარეთ მყოფები, რომლებიც სკიპზე არიან, რომ ხვალზე შეიძლება დაიჭირონ, ხსენებული პირები, აგრეთვე ზვიადი, სხვები და სხვები, ისინი სკიპზე არიან, რომ შეიძლება დაიჭირონ, პროვოკაციაზე წამოაგონ. ისინიც არიან ეპოქალური პირები, მათ შორის იმიტომ, რომ სალომეს პატივისცემას უდასტურებს ხადია, მაგრამ მათ შორის იმიტომ, რომ ბევრმა ჩვენგანმა ვერ ასწია, ვერ ავწიეთ, ვერ ავდექით და ვერ წავედით და აი ისინი კი მიდიან პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას. მზიას გატეხვა და ეს არის ალბათ ეპოქალური და ყველაზე სწორი, მე აღარ ჩავიკითხავ მთლიანად სტატუსს, თუმცა რატომაც არა. ნიშნავს ქართული მედიის გატეხვის ტოლფასია წერს სალომე ბოკუჩავა, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ, მადლობა სალომე, ვერ მიიღებენ. და დროშას რომელსაც დააგდებს რომელიმე რიგითი ტაბლიაშვილი და აღონდ მე არ ვაპირებ რომ დავაგდო. მე დარწმუნებული ვარ რომ აიღებს შედ ან სხვა შედი კოლეგა შენივე თაობის ზარობადგენელი. აი ხვალ რომ არ მინდა ესე გავამივიდეს რომ გადავტრიალ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ხვალ რომ გატეხონი რაგი ტაბლიაშვილი. ოღონდ მე არ გავტყდები რა საკვირველია ამას პირდები. ხო, აი ის გადაცემა კონტექსტი როა ჩემი, ხო? აიღე და წაიყვანე შედ. და გამოგივა და უკეთ გამოგივა. იმედი მაქვს მზია თავისუფალი და ჯანმრთელი იქნება, მე დარწმუნებული ვარ სალო ამაში. აწითლებული ლოყის საქმით დასკვნით ის ხდომა დღეს მოსამართლეც სათათბიროდ გავა. სოლიდარობა და შეიმხარდაჭერა ჟურნალისტ მზიას, ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქციებს. იბრძოლე სანამ გვიან არ არის. გვიანი არ არის. სალომეს არაჩვეულებრივი სტატუსი. ხალხო, კვლავ ვიმეორებ, დაიხურა. მზიას განაჩენის სხვებისაც, მაგრამ მზიას განაჩენის გამოტანით, რომელიც იქნება ან დღეს, ან ხვალ, ან უახლოეს ხანებში, მნიშვნელობა არ აქვს. 1 წლიანზე გაუშვებ, 2 წლიანზე თუ 7 წლიანზე, 5 წლიანზე თუ 6 წლიანზე, აი ამ რიცხვებში ვოპერირებთ საბოლოო ჯამში. იხურება ეპოქა. აქ ჩვენ შორის ბიზინა ივანიშვილსა და ჩვენ შორის, ხო, თანაცხოვრება აღარ გამოვა. აღარ გამოვა. ბიზინა ივანიშვილმა დაანგრია ქალიც. ეხლა მე მომიდავებია რა შუაშია ქალი კაციო, ხო? ქალს რა უფლება აქვს რომ გაარტყას პოლიციელსო? არა, არც ქალს არა აქვს უფლება. ქალი სისხლის სამართლის დამნაშავეა, ჩვეულებრივი, ამაზე არავინ არ კამათობს, მაგრამ მზია ამაღლებელს სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია და ბიზინა ივანიშვილს ისიც კი არ აინტერესებს. ბიზინა ივანიშვილს პერსონალურად რომ და რუსეთს. ისიც კი არ აინტერესებს მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა თუ არა, მას უნდა რომ გატეხილი იყოს, ბოდიშის მომხდელი იყოს, თუ მზია და თუ ნებისმიერი
პირი, ვინც ახლა საბატიმროში ხავს და ვერ მიიღებს და ეს კიდევ უფრო აცოფებს. დიახ, ამ ეპოქამ შექმნა ახალი ადამიანები და ამ ეპოქამ ერთგვარად გზა გაგვიკვალა სამომავლოდ თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენ მართლა აი შავი კვადრატი რომ არასოდეს თქვა გათეთდება მეთქი, მაგრამ ახლა როცა გაიხსნება ჭიჭკარი, ხო? როცა გაიხსნება ჭიჭკარი თუ ხვდებით ასეც ლაპარაკობ და იქ რო გამოჩნდება სინათლე, რო გამოჩნდება გვირაბის ბოლოს, ასე რომ ამბობ და ასე შემდეგ, ხო? აი აქ ადამიანები იქნებიან, ვინც მორალურ მაგალითს გვაძლევენ ჩვენ ციხეში მყოფები ან ციხის მიღმა მყოფები. ბიზინა ივანიშვილის ციხეა სულ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ვერასოდეს ვერ მიიღებს დამონებულ ადამიანებს ამ ციხეში. ნახვამდის.